აღმოჩნდება თუ არა კიდევ ერთი დიპლომატიური ძალის ხმევა წარმატებული ახალი კონფლიქტის თავიდან აცილება პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელის. თურქეთში 6 თებერვალს ამერიკისა და ირანის შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე მხარის შეთანხმების მისაღწევად საკუთარი წინაპირობები აქვს. რეგიონული სახელმწიფოები ახლა უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის მოგვარებას და მორიგი სამხედრო კონფრონტაციის პრევენციას ცდილობენ. მით უმეტეს, რომ ბოლო კვირებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე მეტოქე ქვეყნების ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. პირისპირ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა მუქარი შემცველი გზავნილები ვაშინგტონიდან და ახლო აღმოსავლეთისკენ საბრძოლო ხომალდის გაგზავნა. პირისპირ მოლაპარაკებებზე დღის წესრიგში იქნება 3 საკითხი, მათ შორის მთავარი ბირთვული პროგრამა, რაზეც ტრამპს კონკრეტული მოთხოვნები აქვს. ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები თურქეთში პარასკევს 6 თებერვალს გაიმართება. შეხვედრას ვაშინგტონის მხრიდან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, ხოლო თეირანისგან საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაუძღვებიან. დიპლომატიური საშუალებით ახალი რეგიონალური ომის თავიდან არიდების ძალისხმევაში ასევე ჩართული არიან საუდის არაბეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლები. ფიქრობ რეგიონმა რამდენიმე კატასტროფული შეტაკება გადაიტანა. იმაჩნია, რომ კიდევ ერთი კონფრონტაცია აღარ გჭირდება. ვისურვებდი, რომ ირან-ამერიკის პირდაპირმა მოლაპარაკებებმა ურთიერთგაგებამდე მიგვიყვანოს, რომ ეს პრობლემები აღარ წამოიჭრას. საჭიროა ურთიერთობების აღდგენა შეერთებულ შტატებთან, შეთანხმების მიღწევა, პოლიტიკური, უფრო ფართო გეოსტრატეგიული შეთანხმება, რომელიც რეალურად სარგებელს მოუტანდა რეგიონს. საბოლოო ჯამში ირანელები საკუთარ თავსაც დაეხმარებოდნენ მათი ეკონომიკის აღდგენით. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ თეირანი მოლაპარაკებებზე წამოსასვლელად დაეთანხმებინა, ამერიკამ რეგიონში ავიამზიდები და სამხედრო ხომალდები განალაგა და ტრამპის სამხედრო მოქმედებების დაწყებითაც კი დაემუქრა ირანის მმართველ-ძადებს, იმ შემთხვევაში თუ არ შეწყვეტდა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეთა ძალის მიერ ჩახშობას და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე არ წამოვიდოდა. მოლაპარაკების დასაწყებად კი 3 წინაპირობას აყენებდა. ირანს უარი უნდა ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე, შეეზღუდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და შეეწყვეტა რეგიონული მარიონეტული ძალების მხარდაჭერა. შემიძლია გითხრათ, რის გაკეთებას ვაპირებ, რადგან ახლა იქ უზარმაზარი ძალა მიემართება, ისევე როგორც ვენესუელაში, კიდევ უფრო დიდი და ისინი იქ მალე იქნებიან. სულ შეთანხმება მიღწეული იყოს, არ ვიცი ეს მოხდება თუ არა. ახლა ირანთან ვსაუბრობთ, თუ რამე შევძლებთ, ეს შესანიშნავი იქნება. როგორც ცოტა ხნის წინ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა განაცხადა, ირანი მზად არის 60-დან 20%-მდე შეამციროს ურანის გამდიდრების დონე. ამასთან ირანში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები მუქარისა და უსაფუძვლო მოლოდინების გარეშე უნდა წარიმართოს. პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის თქმით, აუცილებელია სამართლიანი და თანასწორი მოლაპარაკებების წარმართვა, ღირსების წინდახედულობისა და მიზანშეწონილობის პრინციპებით ხელმძღვანელობით. რეგიონული მეგობარი ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით ვუპასუხოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინადადებას მოლაპარაკებებზე, მე განკარგულება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს მოამზადოს საფუძველი თანასწორი და სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, ატმოსფერო მუქარის გარეშე და უსაფუძვლო მოლოდინების გარეშე. როგორც მედია ირანის მმართველ წრეებთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, ირანის ლიდერები შეშფოთებული არიან, რომ ამერიკულმა იერიშებმა შესაძლოა კვლავ ქუჩაში დააბრუნოს საპროტესტო აქციის მონაწილეები. შესაბამისად, ამერიკული დარტყმები შეუქცევად ზიანს მიაყენებს ირანის ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას ამჯობინებს.